სრულებით გეთაღვები ბატონ ნიკოლოს, მინდა აქვე ვთქვა, რომ არის რუსული გამოთქმა ასეთი, სუკინსინ, სუკინსინ, რა თქმა უნდა, ამერიკამ დაიწყო ეს ომი უკრაინაში და ამერიკამ მოიყვანა ზელენსკის ხელისუფლებაში მისი წარმოსვლა მართალია, მაგრამ ბუნებრივია ტრამპი არ აპირებს ბაიდენის ადმინისტრაციის დასჯას და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება, უყურეთ, საქმე რაშია, ტრამპი იქეთ ითხოვს ფულს თხოვს, რაც მე დავხარჯე, მე ის ფული უკან უნდა დამიბრუნონო რა უკრაინელმა, ხალხმა. ეს რაც ნიშნავს, ზელენსკის მოუწევს იმ მოპარული თანხების უკან დაბრუნება, რა ფულიც მოიპარა მან და მისმა ხელისუფლებამ. ეხლა უყურე, რუსეთი თავის დროზე თავაზობდა, რომ ყოფილიყო ნეიტრალური ქვეყანა. მეც არაფერს არ სთავაზობდა. არც ტერიტორიებს დაკარგავდა, არც ზღვას დაკარგავდა, პრაქტიკულად. ომის დასრულების შემდგომ უკრაინას არ ექნება ზღვაზე გასასვლელი არც ერთი გზა. დაკარგა ტერიტორიები, დაკარგა ახალგაზრდა ძლიერი თაობა და დღესაც კარგავს ახალგაზრდა თაობას და იხოცება მილიონობით საზოგადოება. მილიონობით ახალგაზრდები იხოცებიან ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. და ბოლოს დაგესესხებით თქვენ და უკრაინელი ხალხის შეკითხება, რისთვის დავხოცეთ ეს ხალხი, რისთვის დავკარგეთ ტერიტორიები. დიახ, ტრამპმა განაცხადა პირდაპირ, რომ ერთ დღეს უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთშიო და გახდეს რუსეთიო. ეს სერიოზულად განაცხადა მან. და ამის სანაცვლოდ მას შეუძლია პუტინი და სხვა გარიგებები განახორციელოს, მაგალითად აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტრამპი არის ბიზნესმენი. ის ყველაფერს უყურებს ფულის კუთხით. ის გუშინ მაგალითად ამერიკის ერთ-ერთი სენატორი გამოვიდა და ამბობდა, რომ დღეს რუსეთში ძალიან დიდი დღეა, ეხლა დარწმუნებული ვარ, ყველა რუსი ზის და ვოდკას ვავს იმის გამო, რომ ტრამპთან გამარჯვებას მიაღწია პუტინმა. რა თქმა უნდა, ორივე მხარე თავისი ქვეყნისათვის აკეთებენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ტრამპი ჩვენ ვერ აგვაყვავებს და ვერც რაიმე სიკეთეს ვერ გაგვკვეთებს. ყველა ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული საკუთარი ხალხის მიმართ და საკუთარი ხალხის ინტერესები და გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. ასეა ტრამპი. ტრამპმა განაცხადა, რომ მე ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედ. ეხლა რაც შეეხება ევროსაბჭოს პარლამენტს. ვინ არიან საერთოდ ეს ლეშები არიან, ეს ჭაობში დარჩენილი საზოგადოება რა. გაზაფხულზე ამ საზოგადოებიდან უმეტესობა აღარ იქნება იმ ევროსაბჭოში. და რა ფუნქცია აქვს ამ ევროსაბჭოს? ჩამოკიდებული არის ამერიკის თანხებს ფულზე. დანარჩენი მათ ვალდებულებები არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, რომ შეასრულოს მათი რეზოლუცია. კი, რაღაცა 1-2-3 თვე სანამ რუსეთსა და ამერიკას შორის დიდი გარიგება მოხდება, იქნება რაღაცა ცოტა ეკონომიკური პრობლემა შეგვექნება ჩვენ საქართველოში ამ აკვიატებული სანქციების გამო, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ არა, ვერ დაგვიწესებენ ამ სანქციებს, იმიტომ რომ იქ ჭირდება სლოვაკეთის და უნგრეთის ხმა ჭირდება და აქედან გამომდინარე წარმოუდგენელი ეს არის ყველაფერი მოჩვენებითი, რომ აი აქ აჩვენონ ეგწოდებული ნაცებს და ამ ოპოზიციას, რომ აი ვერ დაასანქცირებენ, ეს ტყუილია ეს ასაკა. აქ საუბარია ცალკეულმა სახელმწიფოებმა მთელი სტრუქტურა მან და ესე აწყობილი და მარტო ესე რომ თავის ხუშტურებზე არის რომც გააკეთონ, ეს არის 2-3 ხანმოკლე დროის ფაქტორია. იმიტომ რომ გერმანიაში ახალი არჩევნები ჩატარდება, საფრანგეთში ახალი არჩევნები, ახალი ხალხი მოვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ლიბერალისტურმა არსებობამ მოჭამა საკუთარი დრო და ის რომ დღეს კონსერვატორულმა აზროვნება გაიმარჯვა და იმარჯვებს სოფლიოში, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თავისივე ნათქვამის არ ჯერავ, ფაქტია რომ თავისივე ნათქვამის არ ჯერავ, თვითონ გამოდის ეს გალბატონი და გვეუბნება რომ ჩვენო ვიცით რომ მართალია დაბლოკავენო ჩვენი ესე ვთქვათ მოკავშირე წევრებიო ევროკავშირში ვიწავართო, მაგრამო აიო მე ვიმჯელებთო იმ 25-მა ქვეყანამ იქნება ინდივიდუალურად დაუწესო. ანუ ეს ნიშნავს უკვე რომ ბლეფია. ამასია ბლეფი, სხვა არაფერია ბლეფი. პოლიტიკურად ეს არის ბლეფი, ნაბიჯი. რომელიც ანუ მოჩვენებითია რაღაც სოლარის იმისთვის რომ ეგრეთ წოდებული ის ლიბერალური ღირებულებები რომლებიც ეგენი ესე ვთქვათ აი ამ გზას ადგენან როგორმე რომ მაქსიმალურად ჩათვალონ რომ ისინი აი ამ საქმეს აკეთებენ რომ ჯიან საქართველოს იმიტომ რომ ტრადიციული და თავისი ეროვნული და სუვერენულ ქვეყანად იქცა და აი ეს არის ბლეფი სხვა არაფერი თორე მაგას როგორ უნდა დავხსნათ როგორ ვერ დაგვიწესებთ ეხლა უყურე
გუშინ პუტინისა და ის ტრამპის საუბარმა ესენი მოახჩო და ეხლა გაჭირვებული ხავს ეკიდებოდა ისე დაემართენ. ეხლა უყურე თუ ბატონი მიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ერთი ოლიგარქი მართავს ამ პატარა სახელმწიფოს. სოფლიო მართველ ქვეყანას რომ ორი ოლიგარქი მართავს. რატო ვერ ამბობენ? იმიტომ ვერ ამბობენ რომ იმიტომ ვერ ამბობენ რომ იქიდან იკვებებიან და შესაბამისად აი სადა დემოკრატია